ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მამნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. უსაფრთხოება, რეგიონული დაცულობა და ნატოს როლი ამ პროცესში. სათვალეში განვაგრძობთ ნატოს პროგრამების შესახებ თხრობას. დღევანდელ გამოშვებაში ნახავთ ინტერვიუს აემალ ბაჰადურთან. ნატოს საქართველოს არსებითი პაკეტის SNGP-ის, ნატოს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელთან. ასევე ვისაუბრებთ თუ როგორ უკავშირდება კოლექტიური უსაფრთხოება განათლებას, სტაბილურობასა და საზოგადოებრივ მდგრადობას. არ გადართოთ. 10 წელზე მეტია, რაც ნატო საქართველოს არსებითი პაკეტი ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების მთავარი ინსტრუმენტია. რამაც შესაძლებელი გახადა ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების შექმნა, როგორიცაა წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, JTEC-ი. პროგრამის ფარგლებში მიღწეული თავსებადობა ნიშნავს, რომ ქართული ქვედანაყოფები უკვე ნატოს სტანდარტების შესაბამისად გეგმავენ და მოქმედებენ, რაც პრაქტიკულად დასტურდება ისეთ მისიებში მონაწილეობით, როგორიცაა საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია ზღვის მცველი. SNGP-ის ფარგლებში გაუმჯობესებული სამედიცინო, საინჟინრო და კრიზისებზე რეაგირების შესაძლებლობები ქვეყანას საშუალებას აძლევს უკეთ გაუმკლავდეს საგანგებო სიტუაციებსა და სტიქიურ უბედურებებს, რაც პირდაპირ აისახება საზოგადოების უსაფრთხოებაზე. ნატოს საქართველოს არსებითი პაკეტის შესახებ ვრცლად ვესაუბრე აემალ ბაჰადურს, SNGP-ის ნატოს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელს. Mr. Amal, thank you so much for your time. მოგესალმებით, მადლობა ინტერვიუსთვის. საუბრობთ ნატოს საქართველოს არსებითი პაკეტის SNGP-ის შესახებ. საინტერესოა რა ხელშესახების შესაძლებლობები განავითარა საქართველომ SNGP-ის ფარგლებში თანამშრომლობით. And under the program of SNGP. ნატო საქართველოს არსებითი პაკეტი SNGP 10 წელზე მეტია ნატო საქართველოს თანამშრომლობის წინსვლის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. ამ პაკეტის მეშვეობით საქართველომ გააძლიერა თავდაცვის უნარიანობა, მედეგობა და ნატოსთან ერთად მოქმედების, ანუ თავსებადობის შესაძლებლობა. აქცენტი გაკეთდა პრაქტიკულ მხარეზე. უკეთესი მომზადება, მართვის მკაფიო პროცედურები და თავდაცვის მმართველობის გაძლიერება. საქართველომ ჩამოაყალიბა ნატოს სტანდარტებთან შესაბამისი ინსტიტუტები, როგორიცაა წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, JTEC, სადაც მრავალეროვნული სწავლებები და შეფასებები ტარდება, და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, DIBS, რომელიც ნატოს სტანდარტების შესაბამის პროფესიულ განათლებას უზრუნველყოფს. შედეგად საქართველოს ძალები უკეთ არიან მომზადებულნი, კოორდინირებულნი და აქვს შესაძლებლობა უფრო მჭიდროდ იმუშაონ ნატოს ძალებთან ერთად. And what could you highlight? თქვენი აზრით, რა არის SNGP-ის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული შედეგები დღემდე? SNGP program. ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ისაა, რომ თანამშრომლობა რეალურ, მდგრად შესაძლებლობებში გადაიზარდა. საქართველოს ახლა აქვს ინსტიტუტები და სისტემები, რომლებიც აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს და ყოველდღიურად ფუნქციონირებს. თავსებადობა გაზომვადი გზით გაუმჯობესდა. ქართული ქვედანაყოფები წვრთნას, დაგეგმვასა და ოპერირებას მოკავშირეების მიერ გამოყენებული საერთო პროცედურების მიხედვით ახორციელებენ. თავდაცვის რეფორმამ განამტკიცა ანგარიშვალდებულება და მედეგობა. საქართველოს აქტიური მონაწილეობა ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, მათ შორის ოპერაცია ზღვის მცველში, Operation Sea Guardian, ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში, ხმელთაშუა ზღვაზე, ადასტურებს ქვეყნის უნარს, მხარი დაუჭიროს ალიანსის მისიებს. ეს აჩვენებს, რომ პარტნიორობას მოაქვს პრაქტიკული შედეგები და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ვალდებულებები. Interesting and important how the როგორ სარგებლობს ქართული საზოგადოება ნატო საქართველოს თანამშრომლობით SNGP-ის ფარგლებში? you have highlighted previously. საზოგადოება სარგებელს იღებს გაზრდილი ეროვნული მედეგობითა და უფრო ძლიერი საჯარო ინსტიტუტებით. გაუმჯობესებული სამედიცინო, საინჟინრო და კრიზისებზე რეაგირების შესაძლებლობები ნიშნავს, რომ საქართველო უკეთაა მომზადებული საგანგებო სიტუაციებისა და ბუნებრივი კატასტროფებისათვის. პროფესიულ განათლებასა და თავდაცვის სექტორში არსებულ მაღალ სტანდარტებს, ასევე დადებითი გავლენა აქვს ზოგადად საჯარო მმართველობაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყანა უფრო უსაფრთხოა, უკეთ ორგანიზებული, მეტადაა მომზადებული გამოწვევებზე რეაგირებისთვის და რაც მთავარია, მისი თავდაცვა უფრო ძლიერია.
Also looking forward and to the future. და ბოლო, ხედვა მომავლისკენ. როგორი იქნება მომავალში SNGP-ის ფარგლებში ნატოს საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა? And specifically SNGP program. წარმატება ნიშნავს სტაბილურ პროგრესსა და თვალსაჩინო შედეგებს. ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ძალები შეუფერხებლად გააგრძელებენ მოკავშირეებთან ერთად მუშაობას მისიებში, ოპერაციებსა და სწავლებებში. საბოლოო ჯამში წარმატება ნიშნავს იმას, რომ საქართველო კვლავაც იქნება კოლექტიური უსაფრთხოების პროვაიდერი, net contributor და არა მხოლოდ დახმარების მიმღები. ეს იქნება იმის დასტური, რომ გრძელვადიანმა პრაქტიკულმა თანამშრომლობამ ჩამოაყალიბა ქმედითუნარიანი და სანდო პარტნიორი. and trusted partner. გათავისუფლება რუსული მტრული მემკვიდრეობისაგან. როგორი წმინდაბოდა პოლიგონები და პარტნიორობა მშვიდობისთვის, სპეციალური პროგრამა, რომელიც 2015 წელს დაიწყო და სოფელ სკრას მიმდებარე ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოებისთვის უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ნახოთ ვიდეო. 2005-ში აფეთქდი. როგორც წესი მოსახლეობა ამას საძოვრებად იყენებს და ძალიან ბევრი საქონელი აფეთქებული გვინახავს. ჩემი ძაშვილის ცოლიზმა იყო, რომელიც აფეთქდა. ნაღმები კიდე არის ბევრ ადგილას დარჩენილი, ჩვენ და სამწუხაროდ. 2005-ში აფეთქდი. და საქონელი მიდიოდი საგდენით იქ და საქონელს თავისუფალი ტერიტორია იყო. ჩემოდა მე საქონელი. იქ ტყეში. მე წავდი იქ დილა უთენია წავედი საქონელი მოსადენად ახლა ტყიდან და თან სოკო იყო შემოსული და ვედრაც კი წევი ადრიანად წავედი თუ არა საქონელი და სანამ არ მოშება მანამდე არ გამოდის გარეთ. და ასე გასასვლელი იყო ბილიკი ასე საქონლის დასიაულები. და ტალახი იყო და სკუპით წავედი. და საცხე მის ადრას მივარტყი ფეხი სადაც დაგვიყოფილა და გასკდა და მომიჯა ფეხი ცალფეხა კაცია ორ ფეხა ვეღარაფერს აკეთებს პროტეზი დავდივა ნუ საფრთხის მოგებას მაინც მივყობი ახლა შეგვიძლია რომ ვაკეთო ჩემს გადა ბევრს ქონდა კიდე ტრამვაი აგერ ნოზას ფიჭი დაიღუპა კიდე და ჭოგნაში და ბევრი აფეთქდა კიდე ზოგმა თვალი ამოვიდა ზოგმა რაც ნახეს იგი წაწყალის ჩვენი ახლობელი იყო, აგერ ჩემი ძაშვილის ცოლიზმა იყო, რომელიც აფეთქდა იმ პერიოდში. მოყვა იქ, არ ვიცი, სიდან მოყვა, რა ხერ როგორ მოყვა. ერთი ორი დღე ვერ ეკარებოდნენ, ისე იყო გახურებული ტერიტორია, რომ გამოეყვანათ, ხელი ცალკე ნახეს, რა ვიცი, მიცვალებული ცალკე გამოიყვანეს. მას შემდეგ ისავლე ჩემი ბიძაშვილი საქონლებზე მიდიოდა, რო აფეთქდა იქ. საქონლები ფეთქდებოდა ხშირ-ხშირად, რო იყო განაღმული საწყობები, რა ვიცი. ყოველ დღე თუ არა, ყოველ კვირაში ფეთქდებოდა ნაღმზე საქონელი და ზარალდებოდით, როგორც მე ისე სხვა სოფლის მაცხოვრებლები. მე მუშაობდი, ტექნიკას ვყარაულობდი, განაღმვითი სამუშაოები მიდიოდა, ნახულობდნენ ნაღმებს და იღებდნენ და ზოგს აფეთქებდნენ, რაც კი შეეძლოთ აკეთებდნენ. მისხალ მიყვებოდნენ ყოველ მეტრონომას, რა ქვია, ადგილს და
ნაღმები კიდე არის ბევრ ადგილას დარჩენილი ჩვენ და სამწუხაროდ. თერჯოლაში მერეც ჩატარდა სპეციალური მუშაობა გამნაყველების იმისთვის, რომ ნაღმები აღმოჩენილი ყოფილიყო. იმიტომ რომ ეს კიდეც წარმოადგენს საფრთხეებს, იმიტომ რომ როგორც წესი მოსახლეობა ამას საძოვრებად იყენებს და ძალიან ბევრი საქონელი აფეთქებული გვინახავს. როგორ უკავშირდება კოლექტიური უსაფრთხოება განათლებას, სტაბილურობას და საზოგადოებრივ მდგრადობას? შორენა ლორთქიფანიძე თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრია, სათვალის მომდევნო სტუმარი. მას ნათია კუპრაშვილი ესაუბრა. თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე საუბარი საკმაოდ აქტუალური გახდა სხვადასხვა აქტორის მხრიდან, მაგრამ ამავდროულად გაჩნდა კითხვები რამ როლზე სამოქალაქო ჩართულობის და მნიშვნელობაზე. და მგონია რომ თქვენი საბჭოს კონტექსტში ეს ყველაზე კარგად შეგვიძლია აღვნიშნოთ და გავაანალიზოთ მით უფრო თქვენი უშუალო გამოცდილების მიხედვით. კითხვა სწორედ ამას ეხება. რა როლია და რა მნიშვნელობა აქვს? ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი და ცოტა ძალიან მოკლედ რომ ზოგადი კონტექსტი აღწეროთ. აი 90-იანი წლების დასაწყისში ცივი ომის დასრულების შემდეგ, ახალი ქვეყნების ჩამოყალიბების შემდეგ უკვე დაისვა საკითხი, რომ ამ ქვეყნებს გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ცვლილება სჭირდებათ, პირველ რიგში აი იმ გამოცდილების და მემკვიდრეობის საბჭოთა მემკვიდრეობის მქონე უსაფრთხოების სექტორის რეფორმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? იმიტომ რომ საერთოდ დემოკრატიული განვითარების წითელი ხაზები არაერთხელ დადასტურდა სწორედ უსაფრთხოებაზე და უსაფრთხოების სისტემის თავისებურებებზე გადის, ხო? ამიტომ 90-იან წლებში უკვე აქტიურად დაისვა საკითხი იმ შესახებ, როგორ დავეხმაროთ, როგორ გავაძლიეროთ, როგორ შევუწყოთ ხელი აი ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის გაძლიერებას და რომ 98-ში გაჩნდა პირველი ტერმინი უსაფრთხოების სექტორის რეფორმა. ესეთი ტერმინი, რომელიც სხვა შორის ბრიტანელებმა გამოიყენეს და ეს აღწერდა განვითარების პოლიტიკის უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით ასე რომ ვთქვათ ასპექტს. ახლა რას ნიშნავს და განსაკუთრებით ახლა ეს ამ ქვეყნებში, როდესაც შემოვიდა ცოტა მოგვიანებით აი ნატოსთან ურთიერთობის მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდა ეს ყველაფერი. და რასაკვირველია სამოქალაქო საზოგადოების და სამოქალაქო ზედამხედველობის როლი ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ რა ხდება, ნახეთ, ერთის მხრივ ეს არის რეფორმა, რომელიც სჭირდება იმისთვის, რომ ინსტიტუტები გახდნენ უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, საერთაშორისო თანამშრომლობაში ჩართული, მაგრამ ამის მიღწევა შეუძლებელია არსებულ ინსტიტუტებზე სამოქალაქო ზედამხედველობის დემოკრატიული ზედამხედველობის გარეშე. სხვადასხვა ეტაპი გავიარეთ ამ ყველაფრის. ეხლა რაღაცნაირად ამ მიმდინარე პოლიტიკურ კონტექსტში ეს ჩართულობა ისეთი აქტიური ვერ არის, ხო? იმიტომ რაღაცა სხვა ეტაპზე გადავედით. ეხლა ეს შორს წაგვიყვანს, მაგრამ ეს უნდა გაგრძელდეს, ბუნებრივია. შეუძლებელია უსაფრთხოების სექტორი, რომელიც არის ქვაკუთხედი დემოკრატიული რაღაცა სისტემის, ხო? ჩვენ ხედავთ, ხო, რაღაცა პოლიციას როლი რა არის საზოგადოებაში, ჯარის როლი, ზოგადად მართლმსაჯულების სისტემა როგორ მუშაობს, რამდენად მიმართულია ადამიანზე, რამდენად ადამიანია მისი ცენტრი, ხო? აი ამ ყველაფერში ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თუ ექსპერტების არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია და უნდა სჭირდებოდეს სახელმწიფოს. დღეს ბევრი რამე კითხვის ნიშნის ქვეშ არის, ესეც უნდა ვთქვათ, ხო? ძალიან, იმიტომ რომ ეს ჩვენ ღია კარი, რაც წლების განმავლობაში პრინციპში გქონდა სახელმწიფო სტრუქტურებთან, ეს იყო თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქტიურად იყო სამოქალაქო სექტორი ჩართული 2012 წლის არჩევნების შემდეგ უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ახალ ეტაპში, რომელიც ითვალისწინებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგან სუსის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
გამოყოფის პროცესში. აი ამ დისკუსიებში და არა მარტო დისკუსიებში, არამედ უშუალოდ კონცეპტუალურ დამუშავებაშიც მონაწილეობას იღებდა. ჩვენი ორგანიზაციას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს თავდაცვის სამინისტროსთან მუშაობის. თქვენ ახსენეთ ნატოს პროგრამები უკვე. ამ კონტექსტში ეს თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე რომ ვისაუბროთ, საზოგადოებაში ერთგვარად არის აღქმა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით და მე მინდა ცოტა ვისაუბროთ იმაზე, რა შეიძლება რიგითი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი იყოს ამ პროცესში. კი, ეს აი კიდე ერთი ტერმინი რომ შემოვიტანოთ კონცეფცია, ეს სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობები, ხო? უფრო მოდაში იყო რაღაც 90-იანების ბოლოს, 2000-იანების დასაწყისში, მე რაღაცა მიიკარგა, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ერთი რომ თავისთავად ინსტიტუციები არ ვითარდება, მათი განვითარება ხდება საზოგადოებასთან ინტერაქციის პროცესში, ხო? აი ჩვენ ინსტიტუციებს ვაფასებთ რამდენად ისინი აი ამ საჭიროებებზე და იმ ხმებს პასუხობენ, რაც საზოგადოებისგან მოდის, ხო? აი თავდაცვის სექტორზე, თავდაცვის სისტემაზე, როდესაც ვლაპარაკობთ, აქ ბევრი რამეს მოიცავს, ხო? ეს ძალიან კარგად იყო სხვა შორის და არის ჯერ კიდე ნატოსთან თანამშრომლობის სხვა პროგრამებში აღწერილი, ხო? ეს არის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება ერთის მხრივ და ეს არის ასევე ინსტიტუციური გაძლიერება, ჯარის როგორც ჩვენ გვაქვს წვევანდელი სახელმწიფო სამსახურის ავალდებულო, ასევე გვაქვს რეზერვი, გვაქვს ეს ტოტალური თავდაცვის სისტემა, რომელიც აი მოკლედ ამ ყველაფრის პროცესში საზოგადოების ჩართულობა, აი ამ გადაწყვეტილებების მიტანა საზოგადოებაზე, ხო? საზოგადოებასთან, რომ გაიგოს ადამიანმა, რატო ახალგაზრდა კაცი 18-დან 27 წლამდე რატო უნდა იმსახუროს ჯარში, ხო? იმიტომ რომ ვიცით, რომ ბევრი დისკუსიები იყო ამის შესახებ, როგორი ჯარი უნდა იყოს, უნდა სავალდებულო არსებობდეს, თლიანად საკონტრაქტოზე გადავიდეთ. ხო, ეს დისკუსიები მუდმივად იყო და ამაშიც ჩართულები ვიყავთ. ეს უნივერსალური მოდელი არ არსებობს, ხო? სახელმწიფოები თვითონ ირჩევენ, მაგალითად, ჩვენთან ყოველთვის იყო, თუმცა აი რაღაცა პერიოდიც ჰქონდა, როდესაც ეს დისკუსია სამხედრო სავალდებულო უნდა იყოს თუ მხოლოდ პროფესიული განსაკუთრებული პიკში იყო და ერთ-ერთმა ჩვენმა მინისტრმა დროებით შეაჩერა კიდეც გაწევა. ხო, ეს ძალიან საინტერესო პროცესები იყო თავისთავად, რაც რაღაცა ერთის მხრივ ადასტურებდა, რომ რაღაც ხარისხობრივად გავიზარდეთ ამ დისკუსიაში ვართ, შეგვიძლია ადამიანები ამ პროგრამებში ჩართვის შემდეგ, განცხადების შემდეგ, აი ეს როგორ რასაკვირველია, პირველი ის არის, რომ ძალიან დიდი ცვლილებები ხდებოდა, ხო, ჯერ ბევრ რამეს სწავლობ, მე ამ ინტერაქციაში სწავლობ. აი ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა არის უმნიშვნელოვანესი. აი ჩვენი მთავარი გაკვეთილები არის საქართველოს ჯარისკაცების მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში. ეს იყო კოსოვოში თავის დროზე, რომელსაც დამოუკიდებელი მისია არ იყო, ეს გერმანული და თურქული, რაღაც ქოლგის ქვეშ იყო. შემდეგ უკვე ერაყი, ავღანეთი, ანუ ჩვენი ჯარის განვითარება, მისი შესაბამისობა დასავლურ ნატო სტანდარტებთან, აი აქედან იღებს სათავეს, ხო? რასაკვირველია ეს ცვლილებები ხდება და თან ძალიან უნივერსალიზაცია ხდება, ხო, ამ ნატოს სივრცეში სტანდარტების, ხო, როგორი უნდა იყოს, რა წვრთნები უნდა ქონდეს გავლილი, რომ ენა მნიშვნელოვანია, ენის ცოდნა, რომ ეს კოოპერაცია, შესაბამისობა. აი ამ კეთების პროცესში სწავლობ და ხვდები, რატო ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი, ხო? განსაკუთრებით თანამედროვე დღეს, ხო, ესე იგი, აი იზოლირებული ვეღარ იქნები, ხო? თუ ეს შესაბამისობა, აი ეს პარტნიორობა არ არის, შეუძლებელია რაღაცნაირად განვითარდე. თუმცა ეხლა დღეს ხედავთ, რომ აი საერთაშორისო კონტექსტი, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები რაღაცნაირად თითქოს აი მას ყველაზე მეტად კითხვის ნიშნის აყენებს, ხო? სწორედ ამიტომ მინდა გითხოთ, აი რიგითი ჩვენი მაყურებლის გადმოსახედიდან, მისი თქვათ ყოველდღიური ყოფა რამდენად უკავშირდება სწორედ აი ამ პარტნიორობის საჭიროებას. განათლება, ეკონომიკური განვითარება, აი ეს ბმები თქვენს პრაქტიკაში როგორ ჩანდა, როგორ შეგვიძლია მივიტანოთ აუდიტორიამდე? აი პირდაპირ არის ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული. აი ჩვენ წლების განმავლობაში რაღაცა ვაკეთებდით კვლევებს და აი ვეკითხებოდით როგორც სამხედროებს, ისე ჩვეულებრივ ადამიანებს, რა არის მიზანი, თქვათ, აი სამხედრო სამსახურის ზოგადად, ხო?
და აი ძალიან კარგად ჩანს ეს რაღაცა სამშობლოს დაცვა, ხო? აი როგორ გვესმის სამშობლოს დაცვა, ხო? რას ნიშნავს? აი რაღაცა აი ამ ყველაფრის გახსნა და ახსნა ხდება ამ პროცესში, ხო? აი რა გვინდა ჯარი, რას ვიცავთ, რატო ვიცავთ, რატო უნდა განვითარდეთ? ამ კითხვებზე გაქვს პასუხი ამ პროცესში, ხო? და რასაკვირველია ეს ეკონომიკური კომპონენტი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჯერთ ეს ფაქტია, როგორი მნიშვნელოვანია ნატოს შევხედოთ, ხო? ძირითადი დისკუსია ახლა რაც ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ წამოწია, ეს არის დაფინანსების საკითხი, ხო? და მე ეს დაფინანსება საიდან მოიპოვო, რას მოაკლო. ეს თავარი დისკუსიებია, ხო? დღეს და ეს კიდე კონტექსტია დამოკიდებული, ხო? იზრდება რაღაც სამხედრო საფრთხეები, გჭირდება მეტი დაფინანსება. ამ დაფინანსებაში უნდა წამოყვეს შენ საზოგადოება, ხო? აი თქვათ ნატოს წევრ ქვეყნებში არიან გერმანელები, ფრანგები, ბრიტანელები მზად რომ რაღაცა განათლებას მოაკლდეს, სოციალურ საკითხებს მოაკლდეს და თავდაცვას დაემატოს, ხო? აი ეს დისკუსია ფაქტობრივად სამოქალაქო საზოგადოებას მიჰყავს ნებისმიერ ქვეყანაში. მედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად ხდება და როგორ ხდება შინაარსობრივი დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით. ანუ ამ ყველაფერში გჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა და ეს საზოგადოება მოსახლეობა თუ არ ჩართე ამ საკითხებზე მსჯელობაში არ გექნება ეს მხარდაჭერა. ყველა კვლევებში ჩანს საზოგადოებრივი აზრის კვლევებში, რომ ჯარი არის ერთ-ერთი ინსტიტუცია, რომელსაც ყოველთვის საზოგადოება გაუნჩენავს პოლიტიკური კუთვნილების და პარტიული კუთვნილების და ძალიან ისეთი პატივისცემით გამსჭვალულია ჯარის მიმართ. ალბათ ქვეცნობიერ დონეზე ეს აჩვენებს, რომ უსაფრთხოების საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანი არის რეალურად ჩვენი საზოგადოებისთვის. თუმცა, აი სწორედ ეს ქვეცნობიერი ცოდნა იმის, რომ უსაფრთხოება ჩემთვის არის მთავარი, როგორ უკავშირდება თქვათ ესეთ თანამშრომლობის, როგორც არის მაგალითად ნატოსთან პარტნიორობა. აი ეს არის გარკვეულწილად მაინც ხელახლა ასახსნელი, ესე ჩანს ყოველ შემთხვევაში. ამიტომ მინდა რომ დასასრულისკენ სწორედ ეს ავხსნათ ერთად, რა გვინდა უთხრათ, აი რას ეტყოდით ადამიანებს, ვისაც აქვს კითხვები, ან აქვთ ინტერესი ნატოსთან პარტნიორობის მიმართულებით, რატომ არის ეს კიდევ ერთხელ გამომეოროთ საჭირო. დიახ. ერთი ის რომ ეს ნატოს სტანდარტი არის უნივერსალური და საუკეთესო სტანდარტი თავდაცვის სფეროს მენეჯმენტის, ჯარის მართვის, განვითარების, სწავლების, პრაქტიკული გამოცდილების მიღების, წვრთნების თვალსაზრისით. ანუ ეს არის საუკეთესო უნივერსალური მოდელი. რომელთანაც ჩვენ გქონდა შეხება, მისაწვდომობა და ნუ გვაქვს, ხო? ეს პარტნიორობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ანუ, როდესაც საკითხი დაისვა, აი, როგორი უნდა იყოს, აი, დამოუკიდებლობის შემდეგ ეს ქართული ჯარი, თავდაცვის სექტორი, კითხვა არ ყოფილა, ხო? საქართველოს 94-ში უკვე გახდა პარტნიორობა მშვიდობისთვის წევრი და ეს ნიშნავს, რომ აი ამ სტანდარტებთან მიახლოება, დაუფლება, წვრთნა ამ სტანდარტებით რაღაცა დღის წესრიგში, მათ შორის პოლიტიკური და სამხედრო განვითარების ყოველთვის იყო პირველ ადგილას. შემდეგი საკითხი არის ის, რომ როგორ ნდობა ჯარის მიმართ, ხო, როგორ აი თქვენ რაც ახსენეთ, რატოა ეს ნდობა, იმიტომ რაღაცა ამ სახელმწიფო იდენტობის და ეროვნული იდენტობის ნაწილია, ხო, შენი რაღაცა ქვეყნის დაცვა, რაღაცა პატრიოტული მოტივები, აი ამის ნაწილი, ამას თუ გამოაკლებ, ესე იგი რაღაცა იდენტობას სჭირს, რაღაც პრობლემა გაქვს, რომ ესე არ იყოს, ხო? თან ეს ჩვენი ჯარი, გვინდა არ გვინდა, რაღაცა ბევრ ომებში გამოცდილი ჯარია, ხო? მათ შორის ბოლო 2008 წლის რუსეთის შემოჭრის აი ამ ომში გამოცდილი. დამსახურებული ჯარია, ხო? ახლა ჩვენ შეიძლება ბევრ ამას კრიტიკულად შევხედოთ 90-იანი წლების ომებს, კონფლიქტებს, მაგრამ ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილების და აი ამ ახალი საქართველოს იდენტობისთვის მნიშვნელოვანია, ხო? და ეს იდენტობა დამატებული, მაღალი დასავლური უნივერსალური ნატო სტანდარტი უკვე ერთად არის ის, რასაც ნამდვილად შეიძლება დაეყრდნო და ენდო.
ამიტომ აი ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა გავაგრძელოთ ამის. აი ამ სტანდარტის დამკვიდრება, გაძლიერება, თანამშრომლობა, იმიტომ რომ ამ სტანდარტში, აი ამ ჯარში, აი ამ ნატო სტანდარტში ადამიანიც არის მნიშვნელოვანი, ხო? იმიტომ რომ მაგალითად ისეთ საკითხები, რომ რაღაცა ბრძანებები, რომელსაც შეგვიძლია არ დაემორჩილო. თუ ის არის უსამართლო, ძალადობრივი, რაღაც ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული, ხო? აი ამ ყველაფერს მოიცავს ეს დასავლური და ნატო სტანდარტი. ხო? ზრუნვას შენს საზოგადოებაზე, შენს მოსახლეობაზე, სხვის მოსახლეობაზე, ხო, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში ან ერაყში იყვნენ, ან ევროკავშირის მისიებში, აფრიკაში, რა мотиваცია იყო ადამიანების დახმარება, მხარდაჭერა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხო? და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება. აი მე მგონი აი ეს სტანდარტი, რომელიც მარტო შენს თავზე კი არ გაზრუნებს კიდე რაღაცა სხვა მნიშვნელოვან ღირებულებებზე და ამაში ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობა აი ამ ღირებულებით წვრთნა ამაზე კარგი რა უნდა იყოს იმისთვის რომ ჩვენ უკეთეს ქვეყანა გქონდეს. როგორია ნატოს საქართველოს ურთიერთობები დღეს? რამდენად იმოქმედა უკრაინის ომმა ქართველი ხალხის განწყობაზე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით? როგორ აგრძელებს ნატო კონსტრუქციულ ჩართულობას იმ ფონზე, როდესაც იზრდება შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის შესახებ? გთავაზობთ ამონარიც ინტერვიუდან, რომელიც ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში, ალექსანდრ ვინიკოვთან ჩავწერეთ. ბოლო კვლევებით მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მიმართ კვლავ ძალიან მაღალია. თუმცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩვენ ვხედავთ პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ახალი ტალღების გამოჩენას, რაც საინფორმაციო გარემოზე გავლენას ახდენს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ჩართულობისა და საზოგადოების მედეგობის გაძლიერების საჭიროებას. ეს ყველაფერი კვლავ რეფორმების გზის მნიშვნელობასთან გვაბრუნებს. რეფორმების, განსაკუთრებით დემოკრატიული რეფორმების მაღალი ტემპი საქართველოს გახდის უფრო ძლიერს და განამტკიცებს მის მისწრაფებებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ქართველ ხალხს არჩევანი გაკეთებული აქვს. საიდუმლო არ არის, რომ ბოლო რამდენიმე წელია ნატოს მოკავშირეებს შორის იზრდება შეშფოთება საქართველოს პოლიტიკური ტრაექტორიის გამო. ვხედავთ პოლიტიკურ პოლარიზაციას და სერიოზულ გამოწვევებს დემოკრატიული რეფორმების გზაზე. ნატოს პარტნიორობა ეფუძნება როგორც ღირებულებებს, ისე პრაქტიკულ თანამშრომლობას. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს. ერთგული დარჩეს საერთო დემოკრატიული ფასეულობების. პარალელურად კი ვაგრძელებთ პრაქტიკულ მუშაობას რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად. ნებისმიერი წინსვლა ევროატლანტიკურ გზაზე პირდაპირაა დამოკიდებული საქართველოს მდგრად ერთგულებაზე დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის მიმართ. Governance and to the rule of law. როდესაც ნატოსთან პრაქტიკულ თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, ეს მხოლოდ დიპლომატიური შეხვედრები არ არის. ესაა კონკრეტული, ყოველდღიური შესაძლებლობების ერთგვარი მენიუ, რომელიც ჩვენ სამხედროებს საშუალებას აძლევს ევროპული სტანდარტების განათლება მიიღონ, ან აქვე, საქართველოში, ნატოს ექსპერტებისაგან ადგილზე შეისწავლონ და გაითავისონ უახლესი შესაძლებლობები. ეს მრავალწლიანი მკაცრი მომზადება რეალურ ძალად იქცევა. მოგიმზადეთ ინფოგრაფიკა დეტალური შინაარსით. ნატო საქართველოს თავაზობს პარტნიორობის თანამშრომლობის მენიუს PCMs. ყოველწლიურ კატალოგს, რომელიც მოიცავს განათლების, სწავლებისა და სხვა სახის ღონისძიებებს 37 სხვადასხვა მიმართულებით. PCM-ის ფარგლებში საქართველო მონაწილეობს ნატოს სამხედრო სტრუქტურებთან თანამშრომლობაში სხვადასხვა სტრუქტურირებული არხის მეშვეობით, როგორიცაა მაღალი რანგის ლიდერების შეხვედრები, მაღალი დონის დიალოგები და ექსპერტთა სამუშაო შეხვედრები. ეს ფორმატები ხელს უწყობს ნდობის შენარჩუნებას, შესაძლებელს ხდის დროულ კონსულტაციებს ახალ გამოწვევებზე, აუმჯობესებს საერთო სიტუაციური ცნობიერების დონეს და მხარს უჭერს ნატოსა და საქართველოს შორის ეფექტიან პრაქტიკულ თანამშრომლობას. იღებს ინდივიდუალურ სწავლებას, კურსები 1 კვირიდან 6 თვემდე, ისეთ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორიცაა ნატოს სკოლა ობერამერგაუში, გერმანიაში, ნატოს თავდაცვის კოლეჯი რომში, იტალიაში, ასევე ნატოს ბრწყინვალების ცენტრები და პარტნიორობის სწავლებისა და განათლების ცენტრები.
განათლებისა და სწავლების პროგრამები ნატოს პარტნიორობების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. ისინი ხელს უწყობს ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერებას ყველა დონეზე თანამშრომლობისთვის. უზრუნველყოფს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრას მოკავშირე ქვეყნების კოლეგებთან და აძლევს მათ შესაძლებლობას გაეცნონ ნატოს სტანდარტებსა და პროცედურებს. სარგებლობს სპეციალურად მორგებული მობილური სწავლების პროგრამებით Mobile Training Solutions, რომლებიც ნატოს საგნობრივი ექსპერტების მიერ საქართველოში ადგილზე ტარდება. ასეთი პროგრამები მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიალოგის გაღრმავებაში და თავსებადობის განვითარებაში, რაც აუცილებელია საქართველოს თავდაცვის ძალებთან გრძელვადიანი ნდობის ჩამოსაყალიბებლად. მობილური სწავლების პროგრამები ავსებს ნატოს სტაციონარულ კურსებს და ორგანიზებულია საქართველოს თავდაცვის ძალების კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით. წრთნები მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც მოკავშირე, ისე პარტნიორი ქვეყნების მზადყოფნისა და თავსებადობის შენარჩუნებაში, შემოწმებასა და შეფასებაში. საქართველო მონაწილეობს ნატოს იმ სამხედრო სწავლებებში, რომლებიც პარტნიორი ქვეყნებისთვისაც არის გახსნილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნატოს საქართველოს სწავლება, რომლის 2025 წლის გამოცემა ამ მნიშვნელოვანი აქტივობის მეოთხე ეტაპი გახდა. 2016, 2019 და 2022 წლების შემდეგ. ნატო საქართველოს სწავლების სერია ტაქტიკურ დონეზე ჩატარებული შტაბური სწავლებაა, რომლის მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების ოპერატიული შესაძლებლობებისა და ნატოსთან თავსებადობის გაძლიერება. სწავლება აერთიანებს საქართველოს ბრიგადის ან დივიზიის დონის შტაბებს და ნატოს ექსპერტიზას კომპიუტერული მოდელირების გარემოში. ნატო უზრუნველყოფს მაღალი დონის სარდომის სტრუქტურებს და სწავლება ასევე მოიცავს ცალკეულ რეალურ კომპონენტებს, რაც ძალებს საშუალებას აძლევს რეალისტურ პირობებში გამოცადონ პროცედურები და კოორდინაცია. ამ გზით სწავლება წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საქართველოს ძალების ნატოს სტანდარტებთან და პრაქტიკასთან დასაახლოვებლად. ოპერაციული პარტნიორი. ოპერაცია Sea Guardian არის ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია ხმელთაშუა ზღვაში და ახლა 3 ძირითად ამოცანას შესრულებას ემსახურება. საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებას, საზღვაო სიტუაციური ცნობიერების დონის მხარდაჭერას და საზღვაო ანტიტერორისტულ საქმიანობას. საქართველო აგრძელებს ამ ოპერაციის მხარდაჭერას საკუთარი ძალების ჩართვებით Sea Guardian მიზნობრივ ოპერაციებში. ქართული ბორტზე ასვლის ჯგუფი მონაწილეობდა ნატოს მიზნობრივ ოპერაციებში 2023 წელს, 2024 წელს და 2025 წელს. თავდაპირველად ქართული ჯგუფები ოპერაციებში ბერძნული სამხედრო საზღვაო პლატფორმებიდან მოქმედებდნენ, ხოლო მოგვიანებით მათ საქმიანობა თურქული ფრიგატის ბორტზეც გააგრძელეს. გემშვიდობებით, უსაფრთხო მომავალს გისურვებთ. დროებით. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.